შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულები არიან ბანგლადეშის, თურქეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მაროკოს მოქალაქეები. უწყების განმარტებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის, ვაკე საბურთალოსა და ისანი სამგორის, მთავარი სამმართველოების, ასევე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცია შილსეს ავრცელებს. ამავე ინფორმაციით სამართალდამცველებმა ნარკოდალაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთი მტკიცება გამოიღეს. მათ შორის არის გამომშრალი მარიხუანა და MDMA. დანაშაული 20 წლამდე, ანუ უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსულმა ძალებმა უკრაინას ღამის 201 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინელებმა მათგან 167 გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონების დარტყმა 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ სამშვიდობო საბჭოში გაწევრიანება, წევრობისთვის $1 მილიარდი გადასახადს თხოვს. მედიის ინფორმაციით, სამშვიდობო საბჭოს შექმნა ღაზას სექტორისთვის ზედამხედველობის გაწევის მიზნით იგეგმება და მისი წესდების პროექტის თანახმად აღმასრულებელი საბჭოს საინაუგურაციო თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება.